საღამოშვიდობის მოგესალმებით. ხელოვნების სახლი აგრძელებს დისკუსიათა ციკლს გორის სხვა ისტორია. დღეს ჩვენი ქალაქის არქიტექტურულ ურბანულ განვითარებაზე ვისაუბრებთ და როგორც ხედავთ აი აქ ჩვენს პრეზენტაციაზე გამოტანილ ბანერზეც სწორედ ეს სათაურია არქიტექტურის პოლიტიკური კონტექსტი. არა მარტო თქვათ ქალაქის განვითარება ურბანული, არამედ მისი პოლიტიკური მდგენელიც იქნება ჩვენ დღევანდელი აი ამ დისკუსიის მთავარი თემა. მოვიწვიეთ სასაუბროდ ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი, მან კარგად იცის ამ ქალაქის ისტორია და ამ ქალაქის ურბანული არქიტექტურული განვითარება და შესაბამისად შეგვიძლია დავიწყოთ დღევანდელი დისკუსია. თამარ ამ დისკუსიის ჩაწერამდე 2 დღით ადრე ბავშვობაში კი მირბენია გორის ციხის ფერდობებზე, მაგრამ არ მახსოვდა და შეიძლება ითქვას თავიდან აღმოვაჩინე სიმონ პირველის ქუჩა და კასტელის ქუჩა. კასტელის ქუჩა შედარებით პოპულარულია, მაგრამ აი კასტელის ქუჩიდან ციხის ფერდობთან არის. კასტელის ქუჩიდან არის პატარა ასასვლელი და ძალიან ვიწრო ქუჩაა ეს სიმონ პირველის ქუჩა. ხო, აი ჩაუყევი და ნახე ის იდენტობა რამდენიმე შენობაში, რაც ალბათ ახასიათებდა მე-19 საუკუნის გორს. და აუცილებლად ალბათ უნდა გავიხსენოთ 1920 წლის მიწისძვრაც, რომელმაც აი ეს ორსართულიან ფოტოებზე ხედავ და აი ოთარი ხშირად გვაჩვენებს ხოლმე ამ ფოტოებს, როგორი ლამაზი იყო გორის ციხის სამხრეთი ფერდობი, შეფენილი აი ამ ორსართულიანი აივნეიანი სახლებით, რომელიც დღეს აღარ არის. ხო, აი ამით დავიწყოთ თუ შეიძლება. როგორ ვითარდება ეს ქალაქი, საიდან იწყება მისი განვითარება და რა შრეებს ვაწყდებით აი დღესაც. ხო, ეს ცოტა გრძელი სასაუბრო თემა ალბათ და სამწუხაროა, რომ ჩვენ რაღაცნაირად ესე რადგან აი არქიტექტურის და პოლიტიკის თანა ცხოვრებაზე გვაქვს აქცენტი, აი რაღაც ამჭრელიდან დავიწყებდი მე, რომ აი მე და როდესაც აქ მოვდიოდით, მე და მარიამ ვისაუბრობდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქების განვითარებაში არის განსაკუთრებით გლობალიზაციის პერიოდში. დღეს ახლა ჩვენ საზღვრები არ აქვს, ხო, ბევრად გამარტივდა სხვაგან წასვლა, სხვაგან ცხოვრება, დისტანციურად მუშაობა. ამიტომ პრაქტიკულად რა გვაკავებს რაღაც კონკრეტულ ადგილზე ეს კითხვა დიდი ხანია ისმის და ძალიან ბევრი ძალიან ბევრი წიგნიც დაიწერა და სამეცნიერო კვლევაც გაკეთდა ამაზე და სოციოლოგიური კვლევებიც კეთდება ამაზე, რომ რა არის ის, რაც გლობალიზაციის პერიოდში აი პატარა ქალაქებს და პატარა ქვეყნებს გადაარჩენს და არ მოხდება მათი აი გათქვეფა დიდ მეგაპოლისებთან. და აი ამ პროცესში გამოიკვეთა ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იდენტობის მარკერებს ეძახიან და ვეძახით ჩვენს ეს იდენტობის მარკერი სხვადასხვანაირია და ეს ურბანული იდენტობის მარკერები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს იდენტობის მარკერები, ურბანული იდენტობის მარკერები არის ადგილები, ქუჩები, შეიძლება იყოს სახლიც იყოს, ეზოც იყოს და ყველაფერი შეიძლება იყოს, შეიძლება ქვაც იყოს, რომელთანაც კონკრეტული დასახლების ადამიანებს, აი თემს, ქალაქის მაცხოვრებლებს, სოფლის მაცხოვრებელს აქვთ რაღაცა გარკვეული კავშირი, მოგონებები, რომელიც რაღაცა მნიშვნელოვანია მათი ჩამოყალიბების ისტორიაში. შეიძლება იყოს კავშირი რაღაცა ბანალური დამები, შეიძლება იყოს საბავშვო ბაღი, შეიძლება იყოს თოჯინების თეატრი გაიხსენეს მაგალითად, შეიძლება იყოს რაღაცა პირველი პაემანის ადგილი, ან ის კაფე, სადაც პირველად დაპატიჟეთ შეყვარებული, ან ყველაფერი დედამ წაიყვანათ და ბავშვობაში რო დავრუნდით. დარბოდით, თამაშობდით, თავი გაგიტყავთ თუ დანარჩენი ყველაფერი შეიძლება იყოს ეს, რაც გახსენებთ ამა თუ იმ ქალაქს. აი ეს იდენტობის მარკერები ადრე ამას როგორ გითხრათ, დიდად ყურადღებას არ აქცევდნენ. და აი ხა თქვენს კითხვას რომ მოუბრუნდე მე, ადრე ესე იყო, რომ ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას ადგენდნენ ხოლმე სპეციალისტები.
ჩამოდიოდა ან ადგილობრივი ან ჩამოდიოდა რაღაცა სხვა ქალაქიდან ან ქვეყნიდან რაღაცა არქიტექტორი, ან კომისია, ან კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი. და დაივლიდა და რაღაცა მნიშვნელოვან შენობებს ნახავდა და ნუ იმას შეაფასებდა არქიტექტურული მხატვრული ღირებულები და იტყოდა რომ ეს. აი ბოლო 20-30 წელი უკვე ჩვენ ბოლო ჩამორჩებით ამ პროცესს. რაღაცით ამოყირავდა ეს ყველაფერი და დღეს კულტურულ მემკვიდრეობად მიიჩნევა არა მარტო არქიტექტურულად ღირებული ობიექტები, თქვათ ჩვენ რო გავიხსენოთ 1920 წლის მიწისძვრამდე შენობები შეგვიძლია გავიხსენოთ, რა დარჩა იქნა შეგვიძლია გავიხსენოთ, შეგვიძლია რაღაცა კლასიფიკაცია გავაკეთოთ ამა თუ იმ არქიტექტურული ობიექტის ან სპეციფიკა ჩამოვაყალიბოთ, როგორ განვითარდა გორის ურბანული დაგეგმარება, გორის არქიტექტურა. მაგრამ შეიძლება ამ ყველაფერში გამოგვჩნდეს ერთი რამე. ადამიანები რას თვლიან გორში მნიშვნელოვნად. აი ეს ზემოდან ქვემოთ არ მოდის, ეს ქვემოდან ზემოთ მოდის. ამას ჩამოსული სპეციალისტი ვერ ადგენს. ამას ადგენს ხოდამხოდ ადგილობრივი მაცხოვრებელი. იმიტომ რომ მე შეიძლება აი ერთ ესეთ ამბავს გავიხსენებდი, თბილისში არსებობს ესეთი მირზაშაფის ქუჩა, რომელიც რაც თბილისში არსებობს, შუა საუკუნეებიდან ეს ქუჩაც არსებობს, ესე ვთქვათ, აღამ ახმათხანი აი ქუჩიდან დაახლოებით აი ნაწილზე იყო ის გზა, რომელთაც შემოვიდა. აქ იყო პატარა ქვა. ესეთი დიდიც არ იყო, რაღაც მოზრდილი ზომის ქვა იყო, რომელსაც ეძახდნენ სურდოს ქვას. და 2008-ში თუ არ ვცდები, დაიგეგმა მირზაშაფის ქუჩის რაღაცა ახალი განაშენიანება და პრაქტიკულად ერთ ღამეში მივიდნენ და მთლიანად აღგავეს მიწისაგან პირისგან მთელი ქუჩა. და შესაბამისად, ნუ ხა ეს რაღაცა ქვა მუშებისთვის და ინვესტორისთვის იყო არაფრით გამორჩეული ქვა. რა თქმა უნდა, სადღაც გადააგდეს წაიღეს. და იქ დასახლებული ადამიანები სეიდები არიან და სეიდაბაც, იმიტომ ეძახდნენ თბილისს და მათი შთამომავლები. აღმოჩნდა რომ ეს ჩვენ კი ვიცოდით, მაგრამ სურდოს ქვა ეს არის მათი რაღაცა ესეთი წმინდა ადგილს ვერ ვიტყოდ. მე რაღაცა თავისი დამოკიდებულება ჰქონდა ტრადიციული, სადაც მიიჩნეოდა და ჯეროდათ, რომ ბავშვი თუ ავად გახდებოდა, ან რაღაცა ბატონები შეეყრებოდა, აუცილებელი იყო პატარა თოჯინას კერავდნენ, ამ პატარა ნაჭრის თოჯინას ჰქონდა ჩანთა, რომელშიც ჩადებდა შაქარს და მიქონდათ აი სურდოს ქვაზე და ჯეროდათ, რომ გამოჯამთელდებოდნენ. და მან თողეთ რწმენა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ისი გჯერა. და როდესაც მოიკითხეს ეს სურდოს ქვა სად არისო? ვერაფრით ვერ უხსნეს რაზე იყო ლაპარაკი, ანუ ეს ქვა არის, არ არის სურდო, არ არის, არ იყო იქ სურდო, არ ეწერა იმას მოკლედ, არანაირი მანიშნებელი იმას არ ქონდა. ამ ჩაოლებრივი ინვესტორისთვის, რომელიც იქ შევიდა და მით უმეტეს მშენებლებისთვის და მის დემონტაჟი განახორციელა, მათთვის იყო ეს ჩაოლებრივი ქვა. და ამ ადამიანებისთვის ეს იყო რაღაცა იდენტობის ერთ-ერთი მარკერი. ბევრი გვაქვს ესეთი ადგილები, თბილისშიც, გორშიც ბევრი გექნებათ, უბრალოდ არ ვიცი იცით თუ არა. ანუ რო დავიწყოთ დისკუსია, ბევრი გაგახსენდებათ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არ გვასწავლიდან ამას. ჩვენ ურბანული და მგონი ახლაც არასწავლიდან. არასოდეს არ გვასწავლიდან. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც არასდროს არ ყოფილა ურბანული მემკვიდრეობის სწავლა პრიორიტეტიზეც არ არის საუბარი, საერთოდ არ ყოფილა. ჩვენ ახლა კითხვა დღესაც რო დავსვათ რა არის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა, მივდივართ აი დიდი იდენტობის მარკერებზე, რაც არის ეროვნული დონის იდენტობის მარკერები, ეს არის ჯვარი, სვეტი, ცხოველი, უფლის ციხე, ვარძია, აი ესე დიდი და ეხლა გამახსენდა ზუსტად რა არის ყველაზე ძველი რა და რუსთაველის ქუჩაზე ერეკლეს აბანოა ეგეთი. კი, მაგრამ სულ დაკეტილია. მეც ამდენჯერმე დავინტერესდეს როგორც ვიცი თითქოს რესტავრირდა, მაგრამ მაინც დაკეტილია. და უბრალოდ ხედავთ აი ამ ლამაზ და შინაარსი არა აქვს. გუმბათიან შენობა. საბჭოთა კავშირის დროს
ჩვენ აი ამ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობას აღვქვავდით აი ასე, იმიტომ რომ გვასწავლიდან ესე. ნაციონალური თემა როგორ შემოდის საბჭოთა არქიტექტურაში და საბჭოთა კავშირის პოლიტიკაში საერთოდ, რომ ეს რაღაც ნაციონალური თემის წამოწევა, იმიტომ რომ ეს უცნაური მოვლენა არის თავისთავად, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი აშენებდა ინტერნაციონალურ სახელმწიფოს, რომელიც ითვალისწინებდა, რომ არანაირი ნაციონალური არ უნდა ყოფილიყო, ჩვენ უნდა ყოფილიყავით ერთი დიდი წითელი დედამიწა. და სადღაც აი 30-იანი წლების დასაწყისიდან 32-33 წლიდან იწყება ეს ნაციონალური თემის შემოყვანა და ამას თავის კონკრეტული მიზეზები აქვს. და ზუსტად აქედან არის შემდეგ ნაციონალური არქიტექტურისადმი ინტერესიც ახალებურად ძველი მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწეების დანახვაც და წამოწევა მაგალითად შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველას, ხო რაღაცნაირად ეს წამოდის სტალინი ამას რაღაცა ძალიან პოპულარიზაციას უწევს, მათ შორის ფოლკლორი, ჩამოყალიბდებიან სუხიშვილები, რაღაცა სხვადასხვა ტიპის მეჩხლგურეთა ანსამბლები არსებობს, ეს ფოლკლორი ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. ამას თავის დროზე 30-იან წლებში სტალინმა დასვეს შეკითხვა, რომ ჩვენ რატო არ ვიყენებთ ნაციონალურ თემას საბჭოთა კავშირის ერების შესაკრავად. თუ ამას იყენებს და ეს ერთადერთი შემკვრელი ესეთი წებოა ნაცისტური გერმანიისთვის, ჩვენ რატო გვაქვს მარტო სოციალური თემა? იმიტომ რომ ჩვენ თუ დაგვჭირდა ომი, აი ეს ომი სოციალური თემისთვის ამ ომში გაერთიანება ძალიან რთული იქნება, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება სამამულო ომი ამათ თუ ვაღიარებთ, რომ ეს სამამულო ომი არის მაინც შენი ქვეყნისთვის იბრძვი და ამდენი რესპუბლიკის ნაციონალიზმის დავიწყება და ერთი საბჭოთა ნაციონალიზმზე აწყობა და ამის იდენტობის გამყარება ძალიან დიდი დრო ჭირდებოდა და ვერც მოასწრებდნენ. ამიტომ გადაწყდა, რომ მოდი მიუშვათ ცოტა ხანი ეს ხალ რესპუბლიკები თავისი ნაციონალური თემით, თუმცა ეს ნაციონალური თემები შინაარსი გამოვაცალოთ. დავტოვოთ მარტო ვიზუალი, დავტოვოთ მარტო ახალი მითები. ძველი დავა, ძველს ილია ჭავჭავაძე წამოვიღოთ წინ, მაგრამ რას ამბობდა ის დავივიწყოთ. ანუ მისი შინაარსი დღესაც ბევრს არ ესმის. ხო, ანუ ფურთხის ღირსი ხარო საქართველო რო იძახდა, აკაკი წერეთელი რატო იძახდა, იმასზე არ არის საუბარი. ანუ მარტო ესეთი მოდით ესე ვთქვათ, პლაკატური ამბები გამოვიტაროთ. აი არქიტექტურაც ეგრე იყო, რომ მარტო მსვეტი ცხოველი, გელათი, ოღონდ მარტო არქიტექტურა და არა ის მთელი ბრძოლა, რაც ქვეყანამ გაცამ ქვეყანას ჰქონდა იმამდე რომ აქ მოსულიყო. არა ის რომ რუსეთის იმპერიამ არაერთი ძეგლი გაანადგურა და მთლიანად ეცადა რომ შეეცვალა ჩვენთვის იდენტობა. აი ამ პროცესში ზედაპირული რაღაცა გარკვეული იდენტობის მარკერები გამოყვეს და მხოლოდ იმას გვასწავლიდან. გვასწავლიდან რომ გვეუბნებოდნენ, რომ ხო ან გვასწავლიდან რაში გამოიხატებოდა, ბევრი არც არაფერი არ ვიცოდით. უბრალოდ რაღაცა ექსკურსიებზე დაყავდათ ბავშვები და ნუ იქაც ჭამას მათ თითავდებოდა ყველაფერი, მაგრამ ნუ რაღაცა მაინც მიდიოდნენ. ალავერდობა, ალავერჩი მაგალითად. და ამის იქით არსად არც ერთხელ, არც ერთ წიგნში ნახსენები არ არის ურბანული მემკვიდრეობა. ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ თუ მაგალითად სასულიერო ნაგებობები გარკვეული კანონიკით ხდება მათი აგება და გარკვეული გავლენები და ეს მაინც რელიგიური ნაგებობაა, საცხოვრებელი სახლები შენდება კონკრეტული ადამიანების წესჩვეულებების, ტრადიციების და მოთხოვნების შესაბამისად. ახლა თქვენ თუ გინდათ თქვენი მოთხოვნა გაქვთ, იმის შესაბამისად შენდება ეს სახლები. შესაძლებლობა. აი ამ სახლებით კეთდება და შენდება მე ქალაქები, ხო? ამიტომ ამ ქალაქს რო შეხედავთ, ძალიან მარტივად შეგიძლიათ თქვათ რა გაგების ადამიანები ცხოვრობენ ამა თუ იმ ქალაქში. ძალიან დიდი კითხვა მაქვს თბილისში.
ფოტოებს რო ნახულობ დღევანდელს, აი ძალიან კარგად ჩანს რა გაგების ხალხი ცხოვრობს ამ თბილისში, იმიტომ რომ ეს არის რაღაც ეგოცენტრიკური ხალხი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს გარეთ რა ხდება, მარტო შიგნით, მხოლოდ თავისთავი აინტერესებს. მარტო თბილისის პრობლემა არა. ხო, აი ციტოგარ აი ჯერ ეს ემჩნევა თბილისს და ბათუმს. აი ეს, იმიტომ რომ ეს ახალმა მშენებლობამ ძალიან კარგი იმიჯი მოგცა. ხო, უკვე საბჭოთა არქიტექტურიდან გადავდივართ ქაოსურ. არა, ჯერ დაბრუნდები ისევ, ჯერ დაბრუნდები იქ. აი თუ ჩვენ არ ვიცით ამ კულტურულ მემკვიდრეობას ესეთი წრე აქვს, რომ კულტურული მემკვიდრეობა დაიცვა, ესეთი წრე შინაგან შეხვიდა, რომ უნდა იცოდე, რომ დააფასო და უნდა დააფასო, რომ მე შეგიყვარდეს და უნდა გიყვარდეს, რომ დაიცვა. იმიტომ უკვე რომ წამოვიდეთ, ახლა თუ არ ვერ დაიცავ იმას, რაც არ გიყვარს და ვერ შეიყვარებ იმას, რაც არ იცი, ხო? აი აქედან იწყება არცოდნიდან იწყება ჩვენი პრობლემები ურბანულ მემკვიდრეობაში და ქალაქთან. აი დღეს საუბრობდით ჩვენ, როდესაც მოვდიოდით, რომ კითხვა რომ დასვათ ეს კითხვა არც არავის არ დაუსვია. თითქმის დარწმუნებული ვარ. არასოდეს არ ჩატარებულა ასეთი კვლევა, თბილისშიც არ ჩატარებულა. რა არის ამ ქალაქის მეხსიერების ადგილები? ანუ რა არის ის ადგილები, გარდა აი ამ რაღაცა შაბლონური ადგილებისა, კარგი საინტერესო რიგ შემთხვევაში, საბჭოთა რიგ შემთხვევაში, აი გორის ციხე, სტალინის მუზეუმი, ეს გავიგეთ, ვიცით, აი ამის მიღმა. ამილახრების სასახლე, აი რა არის ანუ რა არის ამ ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ის მეხსიერების ადგილები, რომელიც მისი ცხოვრების განმავლობაში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას აი ამ მეხსიერების და აი ამ ადგილის გამო მას აქვს კავშირი ამ ქალაქთან. აი ეს რაღაცა ძაფი და გლობალიზაციიდან რომ დავიწყეთ, ზუსტად ეს არის პატარა ქალაქების და პატარა ქვეყნების გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ და სხვადასხვა თაობა ალბათ სხვადასხვა პასუხს. რა თქმა უნდა, ყველას თავისი აქვს, მაგრამ ეს ძაფი არსებობს. თუ ეს ძაფი გაწყდა და თუ ის ადგილი აღარ არის და თუ შენ ქალაქში არაფერი აღარ გეცნობა და თუ შენ ქალაქში არც ერთი ის ადგილი არ დარჩა, რომელთანაც გაკავშირებს რაღაცა მეხსიერება, შენ იმ ქალაქიდან წასვლა ადვილად, ძალიან ადვილად და ქვეყნიდანაც ადვილად შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენ ხო ესე არ ვიბადებით, რომ ჩვენ გვიყვარს რაღაცა ქვეყანა. ანუ მე მგონი ეგეთი ადამიანი არ ვიცი ხა შეიძლება ვიღაცები ხოცებმა თქვან, რომ მაგალითად კობახიძე ესე დაიბადა, მაგრამ ну რეალობაში ჩვენ ესე არ ვიბადებით. ჩვენ ვიბადებით, ჯერ გვიყვარს ოჯახი, მერე გვიყვარს ეზოში მეზობლები, მერე უბანი, მერე ქალაქი და მერე ქვეყანა. ხო? ხო, აი ხო ფიქრობდი, როგორ გიპასუხებდით მე? ხო, აი რა არის ჩემი ამ ქალაქში ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მეხსიერების ადგილი. და ეგრევე ახალბაღი ამოტივტივდა. სადაც მაქვს, რა ვიცი, ნახევარი ცხოვრება გატარებული. პარკია უბრალოდ, რომელიც არის მდინარეების მტკვრისა და ლიახვის შესართავთან. ხო, აი უძველესი პარკი. ძალიან საინტერესო პირველი თეატრი იქ იყო, როტონდა, აი იქ ხდებოდა. და მე ფეხბურთს ვთამაშობდი და აი ხო ეგ არის ჩემთვის და ეგ ძაფი მგონი ყველა თაობაში იქნება, იმიტომ რომ ეხლა თინეიჯერებს დადიან ამ პარკში. ხო, ეს შეიძლება აბსოლუტურად უხილავი ადგილება. მაგალითად, ყველა ვიცით თელავის ჭადარი, ხო? ანუ ეს თელავის ჭადარი ცხოვრება ადამიანი რო ჩახვიდე, ანუ ხეა რა. მისულ ვარ მე მაგ ჭადარს. ხო, ჩვეულებრივი ხეა, მაგრამ ეს ადამიანები, ანუ თელავისთვის ეს არის ამბავი. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და აი ასეთ კავშირებზე ვლაპარაკობ. რაღაცა თელავის წყაროები, რომელთანაც არის ჩვეულებრივი წყაროა მათთვის, მაგრამ ეს არის წყარო მათთვის, არის რაღაცა შეკრების, რაღაც აგორასავით იყო. და ძალიან მნიშვნელოვანია, რაღაც ბირჟები, რომლებიც ჩვენ რაღაცაერთ ისე მოვიხსენიებთ ხოლმე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს რაღაცა თვითორგანიზება. სოციალური ურთიერთობა. ხო, მე ჩემთვის მაგალითად აღმაშენების სკოლიდან მოდიოდ, იყო აღმაშენების გამზირზე ავტობუსის გაჩერება. რომელიც მიშამ სააკაშვილმა რო გააკეთა აღმაშენების რეაბილიტაცია, მე ბავშვობა დავკარგე, არაფერი, საერთოდ ვეღარ ვცნობ იქ ვერავის. ეგ ჩემ გამზირი არა. ნუ ის ავტობუსის გაჩერების უკან იყო პირველი მაღაზია, რაღაც ესეთი
იმპორტული ტანსაცმლით და ნუ აი პატარა თანამ ავტობუსი მოვიდა და შევიდოთ იქ ვათვალიერეთ და იმდენი დრომა გატარებული იმ მაღაზიაში ავტობუსის გაჩერების გამო რომ აი რო გავივლი სულ მახსენდება ის მაღაზია რაც დაიკრა ან რაღაცა ძიურში იყო პონჩიკები, სადაც ბებიეჩებს რო გამოვყავდით სამსახურიდან, იქ მიდიოდი ხოლმე და რაღაც ესეთი კავშირები არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ქალაქისთვის. ჩვენ არ ვიცით რა, როგორ არ ვიცით. უბრალოდ ვერბალიზებას ვერ ვახდენთ. მნიშვნელობას არ ვან. ყოველთვის, როდესაც კულტურულ მემკვიდრეობაზე ვიწყებთ საუბარს, საუბრობთ არქიტექტურაზე. ხა ჩემგან ცოტა უცნაურია ზამბავი, მაგრამ არქიტექტურაზე მნიშვნელოვანი აი ესენია რეაბილიტაციის პრობლემები ბულდოზერულ რეაბილიტაციას ეძახიან ამ ტიპის რეაბილიტაციას, სადაც ახლა სახელმწიფოში აკეთებდნენ განსაკუთრებით ეს ეხაც მიმდინარეობს, მაგრამ აი ეს რაღაცა წინა სააკაშვილის პერიოდში განსაკუთრებით რაღაცა ძალიან უცებ დაიწყო და ძალიან ბევრ ქალაქში ერთდროულად განხორციელდა და გორშიც გაკეთდა ხო ეს ქუჩის რეაბილიტაცია სიღნაღში, თელავში, თბილისში, ყველგან გააკეთეს და მე ამათმაც ეს გააგრძელეს ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც რაღაცა ერთ ან შენობის რეაბილიტაციას აკეთებენ, ან ქუჩის რეაბილიტაციას აკეთებენ, მაგრამ თავარი ავიწყდებათ. შინაარსი ავიწყდებათ. მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ შენობა გაარესტავრირო. მნიშვნელოვანია, რომ შენობა შინაარსით დატვირთო. რომ შენ რო იქიდან გახვალ, ეს იყოს სიცოცხლის უნარიანი. შენ არ შეიძლება უბრალოდ რესტავრაცია გაკეთო რესტავრაციისთვის, იმიტომ რომ რესტავრაციისთვის დაახლოებით 3 წელიწადში ზუსტად იგივე შედეგს იძლევა, რომ ის შენობა ისევ სარესტავრაციოა. თუ შენ ის არ დატვირთე, იმიტომ მთელი კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია და კონცეფცია მისი მოვლის დგას მის მოვლა პატრონობაზე. ანუ შენ იქამდე არ უნდა მიიყვანო შენობა, რომლის აღდგენა შეუძლებელია. აი ეს მოვლა პატრონობა ერთადერთი გზა მოვლა პატრონობის არის, რომ ამ შენობებმა იცოცხლონ და ამ შენობებმა რომ იცოცხლონ, ამ შენობებს უნდა ქონდეს დატვირთვა. ანუ მათი ფუნქცია უნდა შეესაბამებოდეს მათ არს და ეს ფუნქცია უნდა იყოს ცოცხალი. ადამიანები უნდა მიდიოდნენ. როდესაც თქვენ აბანოს ახსენებთ, შეიძლება აბანო არ აღადგინო, მაგრამ ამ აბანოს უნდა ქონდეს ქალაქისთვის ისეთი მნიშვნელობა, რომ ეს იყოს შეკრების ადგილი. რომ იქ, აი თქვა თქვენი ტერიტორია, სადაც ახლა ჩვენ ვართ, ხო? თუ ამ ტერიტორიას დაკეტავენ, ეს ტერიტორია გადაიქცევა ისევ ჩვეულებრივ საპირფარეშოდ. და თუ აქ იქნება მუდმივად ცოცხალი ფუნქცია, სადაც ადამიანებს მოსვლა საშუალება ექნებათ და ზოგს ეყვარება, ზოგს ხანდახან გაახსენდება, ზოგი მუდამ აქ იქნება. სანამ ეს იცოცხლებს, მანამდე არათუ დაზიანდება, იმიტომ რომ როგორც პატარა რაღაცა დაზიანდება, იწუჩი შეამჩნევ და გამოასწორებ. არამედ პირიქით განვითარდება, იმიტომ რომ შენ ვითარდება ფუნქცია, ვითარდება შენობა. არ ვითარდება ფუნქცია და მიტოვებულია სახლი, მიტოვებული სახლი ყოველთვის იკრება. სახლში, ამიტომ არის, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის, ამ საერთოდ სახლი და როდესაც გაყავთ მოსახლეობა, იმ სახლის მდგომარეობა ძალიან მალე ტრაგიკულად სწრაფად უარესდება. როგორც ის ადამიანი გამოდის იქიდან, იმიტომ რომ ადამიანი თუ იქ ცხოვრობს, გინდა არ გინდა, წყალი რო ჩამოდის რაღაცა შვება. და თუ არ ცხოვრობს, არაფერსაც არ შვება. და ის, ესე ვთქვათ, იკარგება. ჩვენ ცოტა აღრეული გვაქვს და ეს აღრევა არ არის, მე მაინც მგონია რა, ამდენი ხანი ამ სფეროში ვარ და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა. ეს არ არის შემთხვევითი კავშირები, რომ ჩვენ არ ვიცით რა არის ჩვენი ურბანული მემკვიდრეობა, ჩვენ არ ვიცით ჩვენი ქალაქების მეხსიერების იდენტობის მარკერები რა არის, ჩვენ არ ვიცით როგორ უნდა მოუვაროთ კულტურულ მემკვიდრეობას, რომ იქამდე არ მივიყვანოთ, რომ მისი გადარჩენა აღარ შეიძლებოდეს. ჩვენ უბრალოდ გვინდა რომ რაღაცეებზე თვალი დავხვჭოთ, რაღაცეები განადგურდეს, რომ შემდეგ იყოს ეს ძალიან კაი საინვესტიციო არეალები. იმიტომ რომ სხვანაირად არ მესმის. აი რა გითხრათ? გვაქვს მაგალითი ბოდიში. მაგერ სამეფოს ქუჩაზე
უძველესი მართლა მე-19 საუკუნის დროინდელი შენობა როგორ დაიქცა ჯერ, როგორ ჩამოინგრა, მე რა ვიცი, ეჭვია რომ შეგნებულად გაჩენილი ხანძრის შედეგად ეჭვია ვამბობ, მაგრამ ხანძარი გაჩნდა და საერთოდ განადგურდა, ეხლა მოსწორებულია მიწასთან, ძალიან შედარებით დაბალ ფასად გაიყიდა და რა არ შენდება არ ვიცი. რა თქმა უნდა, არის რომ ცეცხლი გაუჩნდებათ ხოლმე უცებ შენობებს, დაიტბორებიან, დაინგრევიან. სტატუსი მაშინვე შეუჩერდა კულტურული მემკვიდრეობის, როგორც კი ცეცხლი გაჩნდა. ჩვენ არ გვინდა. იმიტომ სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი. მილიონობით, აი რა გითხრათ, მილიონობით ლარია დახარჯული სხვა ეტაპზე, სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების კეთებაში. მილიონი ადამიანი გვყავს ჩამოყვანილი უცხოელი, რომელმაც დაწერა ასეთი სტრატეგია, ისეთი სტრატეგია, ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, ესპანურად, ყველა ენაზე მოკლედ. და ეს ყველა სტრატეგია მახსოვს რომ სამჯერ პირველად ჩვენ ჩამოვიყვანეთ და მე ჩვენს მერე კიდე ორჯერ ჩამოვიყვანეს ჰოლანდიელი კაცი, რომელიც იყო კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკის ექსპერტი. მესამეჯერ რომ ჩამოვიყოს, მეოთხეჯერაც მოიწვიეს. და იმ კაცს ვთქვა რომ არაფერი აღარ მაქვს, რაც ვიცოდი ყველაფერი დავწერე და მოგეცითო და თუ გინდათ გააკეთეთ და ეხლა რამდენჯერ შეიძლება ერთ და იგივეზე ამბავზე ანაბანა ჩამოვიდე იმ კაცს თვითონ შერცხვა მესამეჯერ გადაეწერა ის რომ თარიღი შეეცვალა და ამაში ფული აეღო. ჩვენ ესეთი რაღაცა თუ უნდათ ასეთი იდიოტებიც არა ვართ უკაცრავად. გონია რომ არ უნდათ. ისევე როგორც მაგალითად ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ახლა თავთავი მივიღეთო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს თავთავი. და ეს საერთოდ ძალიან საინტერესოა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკა საერთაშორისო ასპარეზზე. ორი მედალს ორი მხარე აქვს მოკლედ. ერთი რომ არ გვინდა ევროპა და საერთოდ არავინ არ გვინდა, მაგრამ ძალიან ამაყები ვართ რომ იმათმა აღიარეს ჩვენი თავთავი. რატომღაც ძალიან ბევრი, ანუ თითქმის 6 არის თუ არ ვცდები უკვე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღიარებული ქართული. სოფლიო მემკვიდრეობაში. 3 გვაქვს მატერიალური, ანუ არქიტექტურული გელათი, ბაგრატი იყო და საწყალი ბაგრატი ამოიღეს და საბედნიეროდ გელათი დარჩა. მცხეთა, რომელიც წითელ ზონაში, ყველა საქენა 3-დან 2 წითელ ზონაში იყო გადასული, ანუ წინასწარი სიას რო ამოიღებენ. საფრთხე შეექმნება ხოლმე. მცხეთა იყო საფრთხის ქვეშ, მაგრამ საბედნიეროდ ამოვიდა ამ საფრთხიდან და კიდე უშგულის სოფელი ჩაჟაში. ეს 3 კი გვაქვს 90-იან წლებში. ამის გარდა რა გითხრათ 90-იანი წლებიდან 90-იანი წლების ბოლოდან დღემდე სადღაც 17 ობიექტი არის მოლოდინის რეჟიმში. იუნესკოს სიაში. მოლოდინის რეჟიმში ნიშნავს, რომ იუნესკოს აღიარებული აქვს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ობიექტები და ძალიან მნიშვნელოვანი რომ ვიცოდეთ იუნესკოში მოხვედრა ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო აღიარება, რომ ჩვენ ამა თუ იმ ობიექტმა სოფლიო ცივილიზაციის შექმნაში თავისი აგური დადო. აი ამ დონეზე ავდივართ. აღიარა მისი მნიშვნელობა, უბრალოდ რაღაცა დაახარვეზა, რომ იქ რაღაცა მენეჯმენტის გეგმა გასაკეთებელია, რაღაც პოლიტიკა შესასრულია, რაღაცა არის გასაკეთებელი. და ეს მოლოდინის რეჟიმში ეს ძეგლები იქნებიან, სანამ სახელმწიფო არ გადადგამს ნაბიჯს მათ გასაახლებლად და იმ პრობლემის გამოსასწორებლად, რაც უნდა გამოსწორდეს. მაგალითად, თბილისიც ამ სიაშია, მოლოდინის ეხლა თბილისში, რა თქმა უნდა 2001 წელს შევიდა და დღეს რო ექსპერტები ჩამოვიდნენ, ეს სხვა ქალაქია, ის სხვა ქალაქი იყო. არავინ არც ერთხელ არ ყოფილა რომელიმე ობიექტის მიმართ, რომ სახელმწიფოს გამოეჩინა განახლების სურვილი, ან ახალი ობიექტი შეეტანა. არ უნდათ.
ამას არ უნდათ, იმიტომ რომ ფინანსური პრობლემებია, იმიტომ რომ ჩარჩოა, აი მცხეთაში პრობლემები შეექმნათ, ხო, შეიტანეს თავის დროზე და დღეს ახლა შუაში ვეღარ ააშენეს კორპუსები. საერთოდ კორპუსების მშენებლობა აკრძალულია მცხეთაში. ეს პრობლემაა მათი მხრიდან. ასე ხედავენ. აი თქვათ რომ უფლისციხე ან გორისციხე შეიყვანო, ხო, იუნესკო. იმ წუთში გორს დაფარავს იუნესკოს არეალი და იქ უკვე პრობლემები გაუჩნდებათ და მათთვის მნიშვნელოვანი არის უფრო განვითარება და განვითარება შეიძლება იყოს არაქაოტური და ქაოტური. ქაოტური განვითარება ეს კლავს არა მარტო ქალაქს და ძალიან ცუდები მართლებით მიყავს და ქალაქის სიკვდილი არ ნიშნავს მაინდა-მაინც და არ ნიშნავს მხოლოდ მის კულტურული მემკვიდრეობის ზარალს. მაგა თბილისში, ბათუმში ჩვენ მივიღეთ აი ბათუმში მე მინდა გითხრათ რომ უკვე კულტურულ მემკვიდრეობაზე აღარ არის საუბარი. ის არის უბრალოდ გამინაწყენიანდება ჩემი მეგობარი შოთა გუჯაპიძე ალბათ ჩვენ სულ დავთ ხოლმე რომ შოთა იძახიშოს თბილისი უფრო დაზარალდა მე ვონები რომ ბათუმი უფრო დაზარალდა. ჩვენ ქალაქებს მაინც ვიცავთ. მაგრამ მე მგონია რომ ბათუმი გაცდა კულტურული მემკვიდრეობის პრობლემებს. ბათუმი უკვე არის სივრცე, სადაც ცხოვრება, განსაკუთრებით ახალ ბათუმში, არის იმდენად არაკომფორტული, რომ ადამიანს გაჩერების სურვილიც არ აქვს. ეს იმდენად გაწვევა, ეს ამხელა ქაოტური, უზარმაზარი ობიექტები და მინიმალური საჯარო სივრცე და აი ამხელა საცხოვრებელი ფართებიდან გამოწვეული მანქანის ტრაფიკი იმდენად პრობლემას გიქმნის ხმაური, არა იზოლაცია, არა აერაცია, არაფერი, რომ უბრალოდ ეს არის სივრცე, სადაც ადამიანს აღარ დაედგომება. ანუ გამოდის, რომ ჩვენ ვქნით ქალაქებს სადაც ჩვენ ცხოვრება აღარ მოგვინდება. ან კიდევ მეორევნაირია, ძალიან საინტერესო კონცეფცია ესეც, როდესაც ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ვამბობთ, რომ ჩვენი მთავარი ეკონომიკური პოტენციალი არის ტურიზმი. ამას საუბრობენ ყველა ენაზე და ყველანაირად, ხო? დღეს ტურიზმის სფერო დგას რამდენიმე მიმართულებაზე, ხო? ჩვენ არც შოპინგ ტურიზმი გვაქვს, ნუ არ გვაქვს ეგეთი ქვეყანა არა ვართ, რომ ეხლა დუბაი ვიყოთ, სადაც შეიძლება შოპინგ ტურებზე დადიოდეს ხალხი. არც სპა კურორტები გვაქვს. სამწუხაროდ გვაქვს პოტენციალი, მაგრამ ამას არ მოძნევს სამედიცინო მხარდაჭერა. ანუ არ არის იმხელა სამედიცინო სფერო ისე არ არის განვითარებული, რომ მან კონკურენცია გაუწიოს სხვა ევროპულ სპა კურორტებს, თორემ კურორტების სპა ძალიან ბევრი გვაქვს. მინერალური წყლებს მიაქვს ქვეყანა და ამ მინერალურ წყლებზე ძველ საკურორტო ნაგებობებს ძალიან ბევრია და ძალიან ცუდ მდგომარეობაში საბჭოთაც და არასაბჭოთაც. ეხლა ბორჯომი, წყალტუბო ეს ყველა არასაბჭოთა კურორტებია თავის დროზე. ეს არ შეგვიძლია. ერთადერთი ყველაზე ესეთი ძლიერი მხარე ჩვენი არის კულტურული მემკვიდრეობა და ისტორიული ქალაქები და არა მარტო ქალაქები, სოფლები და ზოგადად კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ყველაზე ესეთია მრავალჯერადი, ანუ ესე ითვლება ტურიზმი, რომ ჯერ ეს რამდენი ხანი ჩადის ადამიანი რამდენ ფულს ტოვებს ამა თუ იმ ადგილას და მეორე რამდენჯერ ჩადის ერთ და იგივე ქალაქში. შეიძლება ერთხელ ჩახვიდე რომში, შეიძლება ერთხელ ჩახვიდე ორჯერ ჩახვიდე, სამჯერ ჩახვიდე პარიზშიც ესეა და ასე ითვლება ეს ამბავი და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი, ძალიან მრავალფეროვანი ეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და არ არის ამაში მარტო არქიტექტურა, ითვლება როგორც ლანდშაფტი, ასევე კულინარია, ფოლკლორი, ყველაფერი მოკლედ ამ ერთობლიობა ამ ყველაფრის და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას ანადგურებს, იმიტომ რომ სასტუმროები ააშენოს. ოღონდ ეს ტურისტი რისთვის ჩამოდის, უკვე აღარ მესმის. ანუ თუ ტურისტი ჩამოდის კულტურული მემკვიდრეობის სანახავად და შენ ამ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს ანგრევ,
და სასტუმროს აშენებ, აღარასოდეს შეკითხვას სვავ, ვისთვის ჩამოდის ის ტურისტი. მეორედ აღარასოდეს ჩამ. არც ანუ ხო, აი ამდენი წელია 35 წელია ხომ ვართ დამოუკიდებლები და საკმაოდ ბევრი ტურისტი ჩამოდის ამ ქვეყანაში. ანუ ჩამოდიოდა ერთი პერიოდი კიდევ უფრო მეტი. გორი არის ქართლის ცენტრი. და ქართლში არის ალბათ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნაშენი მემკვიდრეობის რავი ალბათ 40%. ვერა და ვერ დაალაგა ისე სახელმწიფომ რომ ეს ქალაქი არ იყოს ერთდღიანი ტურების ქალაქი. ჩვენც მაღაზიებს წუხართ გორელები. ხო, ანუ რამდენი ტურისტი ჩამოვა, ამას აქვს აი რა გითხრათ? ძალიან არა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ თუ მაგალითად ჩინელების 3 ავტობუსი ჩამოვა სტალინის მუზეუმში და არტყავს წრეს და ჩაჯდება იმ ავტობუსში და წავა. ნუ უფლისხეშიც გაივლის და ქალაქს ქალაქს აქვს მინიმალური შემოსავალი. თუ აქ ეს ტურისტი რჩება და შენ აქ ესე ტურისტულ ხაფანგებს ეძახიან ამას. შენ აქ ის აქ ამას ათენებს კაფეში შედის, იქ სუვენირსაც ყიდულობს, რაღაცა მასტერ კლასსაც ესწრება, რომ რაღაცა მუზეუმებში დადის რა. ხო, აი ეს უკვე არის ტურიზმი. და შენ თუ გაქა ეს აქცენტირება, რომ აბა ეხა ავტობუსით გავატარე და გამოვატარე და მხოლოდ ითვლიან ვიზიტორებს, თულა არ არის. და მე თუ შენ ასე უდგები საკითხს, რომ შენ აქ ჩამოსული ტურისტი გინდა დიდი ხანი დააკაო, შემდეგ იწყებ ფიქრს აი ამ არემარეში რა არის ის ობიექტები, რომელიც საინტერესოა. აქ იწყება შემდეგი მეორე პრობლემა, რომ და ძალიან საინტერესო, რომ მარტო ეკლესიები არ გშველის, იმიტომ რომ ხო მართლა ეს ყველა მართლმადიდებელი არ არის ჯერესერთი. ერთ და იგივე სახეობის მემკვიდრეობა ყველას არ აინტერესებს. რამდენი ეკლესია შეიძლება მოატარო ადამიანს, ხო? მას სჭირდება სხვადასხვა ტიპის რაღაცების ნახვა. ცოტა გამოგონილი, ცოტა ლეგენდები, ცოტა ამბები, სხვადასხვა უკეთესად შეფუთული ლაპარაკი. ხელოვნების სახლს აქვს იდეა, რომ აი ამ შენობის უკან ყოფილი ბაზრის ტერიტორია. განადგურებული ტერიტორია, რომ იქ მოეწყოს თანამედროვე ხელოვნების სახლი. და რენდერიც აქვს გაკეთებული კომპიუტერული, მაგრამ ხო, აი ეს უკვე მე იწყებ ამაზე ფიქრს. სადაც ის მაპატია ის ჩამოსული ვიზიტორი ტურისტი გაჩერდება ალბათ მინიმუმ 5 საათი. უნდა დარჩეს უკვე ის საღამოს. ხო, აი ეს არის მთავარი და მე გადიხარ, მე ეძებ, მე აღმოაჩენ. მე იმას უნდა მიხედო, მე ის უკვე კულტურული მემკვიდრეობა არ არის ტვირთი, ეს არის ეკონომიკური ძალიან დიდი რესურსი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია აქციურ რესურსს. ჩვენ გვაქვს ტვირთად ქცეული. ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც ტვირთი საზიდავი, რომ რომელიმე ერთი ტვირთი თუ ჩამოიშორეს, ბედნიერები არიან, ეს განადგურეს, გადააგდეს, უკმაყოფილები არიან. იმის მაგერად, რომ ეს რესურსები პირიქით აქციონ. რომ ეკონომიკურად იყოს მომგებიანი, შენ უნდა დააინტერესო ადამიანი, რომ იქ მივიდეს, იმას ლეგენდა შეუქმნა, ამბავი მოყვე და არა უბრალოდ მიიყვანე, ანახე, რაცაც ვფიქრობ, იფიქრე, თუ იცი, თუ არ იცი, ესე არ გამოდის არაფერი, ამას მუშაობა უნდა. ჩვენ ეს არ გვინდა, იმიტომ რომ ვაიდა მე ვინმე ძლიერც ამ ქვეყნისა დაინტერესეს იმ ტერიტორიით და ბატარა სასახლის ჩადგმა მომდეს, მე ეს ხელს უარ შეუშლის ეს ყველაფერი ამას. შეუშლის. ამიტომაც ვართ ამ დღეში. არქიტექტურა არ არის არასოდეს არ ყოფილა. ცალკე დარგი. არქიტექტურა არის ყველაზე პოლიტიზირებული დარგი. არ არსებობს არქიტექტურა პოლიტიკის გარეშე. არ ყოფილა არასოდეს. განსაკუთრებით არქიტექტურაში პოლიტიკა შედის, როდესაც ქვეყანაში, ამა თუ იმაში ვითარება იხრება ავტორიტარიზმისკენ ან ტოტალიტარიზმისკენ. აი იქ უკვე არქიტექტურა ატარებს იდეოლოგიის ძალიან დიდ როლს. აი ამაზე ქონდა დღეს ლექცია, ესე თუ არ ვიცი, მოხსენება, როგორ გადაწყვიტა
როგორ მივიღეთ და რას ამბობენ საბჭოთა არქიტექტურის, ეგრეთ წოდებული სოციალისტური რეალიზმის ობიექტები, ისეთები, როგორიც არის მაგალითად გორის თეატრი, სტალინის მუზეუმი, ყოფილი პედაგოგიური ინსტიტუტი, ეს ადმინისტრაციის დიდი შენობა, როგორც საბჭოთა კავშირში ამბობენ, საბჭოთა შენობას კი არ უნდა ესაუბრა, არამედ ემღერა. რაზე მღეროდნენ ეს შენობები? მე მქონდა ერთი კითხვა მაშინ და ხო, კი ბატონო, მარიამ. რელევანტური შეიძლება იყოს. რეაბილიტაციის პროცესზე ახსენეთ აი ეს ერეკლე საბანოს რაც მოხდა. როგორ უნდა დაიგეგმოს ეს რეაბილიტაციის პროცესი სწორად და კიდე ერთი გამახსენდა ეს ძველი რესტავრირებული ქუჩა რაც არის გორში, წერეთლის ქუჩა. ძალიან ლამაზია, როცა ვინმე ჩამოდის ჩემთან სტუმრად, აუცილებლად მივყავს იქ და ყველას უყვირს, რატო არაფერი არ ხდება ამ ქუჩაზე და განხილვაც არის ხოლმე რაღაც მეორადი მაღაზიების ქუჩად იქცა, ანუ second hand shop-ები არის უფრო მეტი, ვიდრე სუვენირის მაღაზია. სუვენირის მაღაზია საერთოდ არ არის, მე მგონი მაგ ქუჩაზე, ხო? ბოლო დროს ფილმი გადაიღეს. თითქოს, ხო, თითქოს ანუ მონტეფიორეს ახალგაზრდა სტალინის ეპიზოდი გადაიღეს. თითქოს პრობლემა, ანუ არაფერი არ აქვს ამ ქუჩას. მშვენიერი ინფრასტრუქტურულად ლამაზია, ანუ ვიზუალურად ლამაზია და რატო ვერასდროს ვერ გახდა სიცოცხლის უნარიანი ამ კითხვას ვერ უპასუხობთ, მე მგონი ვერავინ. ვერ გაცოცხლდა კი. პირველი და მეორე, ანუ თქვენი პირველი შეკითხვა და მეორე შეკითხვა პრაქტიკულად ერთი პასუხი აქვს ამას. როდესაც ანუ ეგრეთ წოდებულ ბულდოზერული რესტავრაციებს ეძახიან ამას, როდესაც არ ხდება გამოკვლევა შენობის, ისა ტერიტორიის, როდესაც კვლევაზე საუბრობთ, აქ ორი ტიპის კვლევა ტარდება ხოლმე, ჩვენ ქვეყანაში ერთის. ჩვენ ქვეყანაში ტარდება მხოლოდ არქიტექტურული ობიექტების კვლევა, სახელოვნებაცოდნე და არქიტექტურული კვლევა, რომელიც ესე თაროზე უბრალოდ დაიდება ხოლმე და მერე ნუ არის. და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი არ ტარდება ფუნქცია. ანუ რა არის ამა თუ იმ ტერიტორიის ავთენტური ფუნქცია. ანუ რა არის მისი ძალიან ხშირად ხმარობ ამ სიტყვას იდენტობა. რა არის განვითარებული, რა იყო განვითარებული, რა არის ისტორიულად დამახასიათებელი ამ ქუჩისთვის. თუ ჩვენ აი ამ კონტექსტს შინაარს არ ამოვიღებთ და უბრალოდ რაღაცას გავარესტავრირებთ, ამას ეძახიან, ანუ უბრალოდ შევალთ და როგორც ჩვენ ფიქრობთ, ახლა თქვენ კი ფიქრობთ, რომ ლამაზია, მაგრამ ბევრი პრეტენზიები მაქვს, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთს გავს, ყველა გაკეთებული რეაბილიტაცია გორში, თბილისში და თელავში ერთმანეთს გავს, სიღნაღში ყველა ერთნაირი არის, იმიტომ რომ ერთი ხელით არის გაკეთებული, არანაირი ავთენტურობა აქ არ არის დაცული, უბრალოდ არის აი თანამედროვე ძველი მსგავსი შენობები აშენებული. და იქ როდესაც დაიწყო ეს პროცესი სიღნაღიზაციის, როდესაც გადაწყვიტეს, რომ აი ამ შუაგულ სიღნაღში სიღნაღი გადაექციათ სიყვარულის ქალაქად. ეს რა გითხრათ, აი ვის რაც უნდა უნაგირიო თუ ძროხას რაც უნდა უნაგირიო, დაახლოებით იგივე იყო თელავისთვის სიღნაღისთვის ეს. აბსოლუტურად სხვა მიმართულებით რო წავიდა განვითარება. მაშინვე ჩვენ თვითონ კი არ ვთქვით, ანუ ვინც ამ დარგში ვართ, უბრალოდ ამოვიღეთ დოკუმენტები და ვანახეთ, რომ ბულდოზერული რეაბილიტაციის ყველაზე დიდი პრობლემატიკა არის ის, რომ ერთი თლიანად ნადგურდება ავთენტურობა, ანუ ძველი და ის ძველის ჩანაცვლება ხდება ახალი და ის აღარ ძველდება, როდესაც ძველს დაანგრევ და ახალს ააშენებ ძველისნაირს, ის ახალი აშენებული ძველისნაირი რო ძველდება, ის ძველად არ იქცევა. იმას ისტორიული ღირებულება აღარ აქვს. ანუ შენ ეს გაქვს უბრალოდ ახალი აშენებული ფეიქი. ხო, ეს ერთი საერთოდ ამას ღირებულება არ აქვს და მეორე პრობლემა არის ზუსტად ის, რასაც თქვენ იძახით. შინაარსი იცვლება და ახალი შინაარსის შეძენა არ ხდება. და ეს დაემართა თითქმის ყველა ქალაქს, რომელშიც ეს პრობლემა, ანუ ეს რეაბილიტაციები მოხდა. შედარებით, ესე ვთქვათ, ამოისუნთქა სიღნაღმა. დიდი ხანი დაჭირდა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც მოერგო. გორი არ ვიცი მოერგო თუ არა. მეც სხვათა შორის პირველად რომ ჩამოვედი აქ, პირველად რეაბილიტაციის მე რო ჩამოვედი, დღეს ფოტოებს ვათვალიერებდი, ვთქვით გუშინ ფოტოებს ვათვალიერებდი და გადაღებული მაქვს ახალი დამთავრებული რეაბილიტაცია. ეს ქუჩები და ყველა სახლს ეწერა ქირავდება. ადამიანებმა არ იციან რა გააკეთონ. აქვთ რეაბილიტირებული შენობები, რომლის ფასი არის მაღალი უკვე, ანუ
გასაქირავებელი ფართი აქვთ. ფუნქციურად უკვე რა უნდა გააკეთოს შეგარიციან. უფრო ადვილია გააქირაო, ან გაყიდო, რომ აქედან აიღოს შემოსავალი. ვიდრე ახალი ინვესტიცია. ხა რა გააკეთო ეგეც არიცი. ანუ უბრალოდ რაღაცა ფუნქცია ვერ გაკეთოთ, რა დიდ სივრცეში რომ შეგიყვანოთ და არ გითხრათ რისთვის გინდათ ეს ფუნქცია. მარნების სივრცეა სულ. ხო, დაახლოებით ეს არის. დიდ სივრცეში შეგიყვანოთ და გითხრას რომ აი ეს არის თქვენი სივრცე. რა უნდა გააკეთოთ არ გითხრეს. თქვენც არ იცით რა უნდა გააკეთოთ და ხართ დაბნეული. იდეაში თავიდან იწყება რას ვაკეთებ. ანუ რისთვის ვაკეთებ ამას. თუ მე მინდა რომ ეს ეგ ეწოდებული ამერიკაში არის ესეთი ძირითადი ქუჩის პროგრამები ესე ქვია, სადაც გამოიკვლევენ ქუჩას, რა არის ამ ქუჩის ისტორიული განვითარების ხაზი. მაგალითად არის დუქნების ქუჩა, ან შეიძლება რაღაც სავაჭრო სახელოსნოების ქუჩა, შეიძლება რაღაც ბაზრის ქუჩა, სხვადასხვა რამე შეიძლება იყოს, ხო? ან შეიძლება რაღაცა სირაჯხანა იყოს, შეიძლება რაღაცა სახაშეების ქუჩა იყოს თბილისში ესეთი, მეთევზეების ქუჩა. აი ამ ისტორიულ მეხსიერებას ამოიღებენ და შემდეგ ამაზე აწყობენ ქუჩის რეაბილიტაციას. ანუ მათ იციან რისთვის აკეთებენ ამას. თუ ჩვენ მე ვაკეთებ ამას რესტორნებისთვის, შესაბამისი დიზაინი ჭირდება ამას, ხო? შესაბამისი მიმართულება მჭირდება და შესაბამისად ვაკეთებ რეაბილიტაციას. თუ მე ვაკეთებ დუქნებისთვის და თუ მე ვაკეთებ მაღაზიებისთვის და თუ მე ვაკეთებ ბაზრისთვის, იმას სხვა რამე ჭირდება და მე შესაბამისად ვაცხადებ კიდევაც. ნახეთ როგორ არის არასოდეს არც ერთ ქვეყანაში ესე არ კეთდება, რომ კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია არც ერთ ქვეყანაში ყველაზე დიდ თანხას ხარჯავს იტალია. იტალიაშიც კი ეს არის შეუძლებელი, რომ სახელმწიფო თავის თავზე აიღოს სრულად კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია. არც ერთ ქვეყანაში ეს არის, ჩვენ ვართ მარტო ესეთები. ორი ვერსიაა, ერთი რომ მე თანამონაწილეობაში შევდივარ შენი სახლის რეაბილიტაციაზე და მეორე როდესაც ესეთი რეაბილიტაციები ხდება, ანუ არეალების რეაბილიტაცია ხდება, უამრავი საუკეთესო მაგალითები არსებობს. როდესაც სახელმწიფო აკეთებს კვლევებს რა არის, ანუ რა იყო და იმაზე დაფუძნებული რო არ, ასე ვთქვათ, მეობა რო არ დავკარგოთ, აი ქართველობას რო არ ვკარგავთ, ეგ არის. რაღაცა ტერიტორიის შინაარსი რო არ დავკარგოთ, ამ შინაარსზე ვაშენებ მე თანამედროვე, ანუ არავინ არ გთხოვს, რომ მე-19 საუკუნეში ჩავრჩეთ და იქაური რაღაცები. იმაზე ვაშენებ ახალს, ვითვალისწინებ იმას, ვაკეთებ ამათ სინთეზირებას, ვაკეთებ გეგმას, რა იქნება. და ბოლოს ახალ ლეგენდებს შექმნი რა. ეს შეიძლება, მაგრამ წერეთლის ქუჩაზე ვამბობ მაგალითად, რომ ეს იქნება დუქნების ქუჩა. მე ამ დუქნების მიმართულება იქნება დუქნების. მე აი ამ დუქნების ქუჩაზე ვაკეთებ რას? ვაკეთებ ინფრასტრუქტურას, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე, ელგაყვანილობას, გაზგაყვანილობას, წყალგაყვანილობას, ვაკეთებ რამდენიმე ღუზა პროექტს ეძახიან ასეთებს, ანუ მნიშვნელოვან ობიექტებს, შეიძლება ეს კუთხის ობიექტებია როგორც წესი და რაღაცა პერიოდით შემომაქ საგადასახადო შეღავათი. და როდესაც მე ვარ რაღაცა რესტორნის ბიზნესის მეპატრონე და ვიცი რომ გორში კეთდება ესეთი უბანი, სადაც სახელმწიფო აკეთებს ამას და თან არის ესეთი შეღავათი, მე თვითონ შევდივარ იქ. და მე რო შევდივარ იქ, მე ამას ისე კი არ ვაკეთებ, რომ ამას გავაკეთებ და წავალ. არამედ ისე ვაკეთებ და ისე ვთვლი, რომ მე ეს არავითარ რეაბილიტაციას ვაკეთებ. არამედ ეს უნდა ავამუშაო კიდე. და აქ უკვე ის კი აღარ რომ გააკეთა რეაბილიტაცია გავიდა, არამედ აქ შემოვიდა ადამიანი, რომლის ინტერესი რეაბილიტაცია კი არ არის. რომლის ინტერესი არის ბიზნესი. რომ ეს ქუჩა გააცოცხლოს, რომ მოგება მიიღოს. ეს არის ამისი ანუ ალტერნატიული ვერსია, როგორც ხდება ხოლმე. ჩვენ ესე ვაკეთებთ, რომ შევედით იქ არის ხოლმე რომ მილიონ მართლა პირდაპირ მნიშვნელობის არ დავასახელებ გვარდასახელებს, მაგრამ მილიონერების ქონებას ჩვენ ვარეაბილიტირებთ, ანუ
მაცხოვრებლების ჩვენ საქართველოს მოსახლეობის გადასახადებით რეაბილიტაციას უტარებთ ადამიანების ქონებას, რომელსაც აქვს მილიონები, ყველა სახლს გავარეაბილიტირებთ და გამოვდივართ და მე მოგეთ რაც იქნება რა არ შევლენ ან არ შევლენ მე მახსოვს ერთ-ერთი რეაბილიტაციის დროს გუდიაშვილის მოედანზე ისეთ утоპიამდე მივიდა მუნიციპალიტეტი რომ მუნიციპალიტეტი აკეთებდა ტენდერს აცხადებდა რომ ერთ-ერთ გუდიაშვილის მოედანზე ერთ-ერთ შენობაში გაეკეთებინა თექის მუზეუმი. ანუ თექის მუზეუმი და გაეკეთებინა ავეჯი მოეწყო მთლიანად სივრცე გაეკეთებინა თექის მუზეუმისთვის და კითხვა რო დავსვით რომ თექის მუზეუმი არის? არაო გვიპასუხეს. ამას გავაკეთებთ და მე ტენდერს გამოვაცხადებთო რომ თექის მუზეუმი ვიპოვოთო. ანუ მუზეუმი თუ არ არსებობს, რატო აკეთებ მუზეუმის სივრცეს? ანუ იქნება ამ ადამიანმა თუ მოვიდა და იქირავა, იქნება თავის გემოზე უნდა ეს მუზეუმი აწყოს, ხო? არა, ყველაფერი პირიქით აგვაქვს. ყველის მუზეუმს გვაკეთებთ, თუმცა არ ვიცით ვინ არის ეს, რა ყველის შემოაქვს საერთოდ, გვინდა თუ არა რომ ეს ყველის მუზეუმი უნდა თუ არა გუდიაშვილის მოედანზე ვინმეს თექის მუზეუმი უნდა თუ არა გუდიაშვილზე ვინმეს ან არა ყავს კლიენტი მაგრამ ვაკეთებთ ეს არის უშინაარსო ტყუილა ფაციფუცი რომელშიც იხარჯება ძალიან დიდი ფული და აი როდესაც ეს ეკონომიკის სპეციალისტი ვახსენე ჰოლანდიელი იმ კაცმა იძახის თქვა რომ ბევრ რეგიონში ვარო ნამყოფიო აფრიკის მათ შორის სადაც რო ჩავდიორო პირველი არის ეს რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა იმიტომ არის ამ მდგომარეობაში რომ ფული არ აგვაქვს და კვლევის შედეგათო არც ერთ შემთხვევაში არ დასტურდა რომ კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობა იმიტომ არის ასეთი რომ ეკონომიკური მდგომარეობა არ აქვს ყოველთვის გინდებაო რომ ფული საკმარისია უბრალოდ ამ ფულის განკარგვა არის აბსოლუტურად არა მიზანმიმართული. ჩვენც ასე ვართ. მადლობა პირველ რიგში, საინტერესო იყო ძალიან. მე მაქვს ესეთი კითხვა. თქვენ ახსენეთ, რომ არსებობს ერთ-ერთი მეთოდი სახელმწიფოსგან წახალისების, რომ საგადასახადო შეღავათები გაუწიოს. სხვა მეთოდი ხო არ გახსენდებათ, რითიც შეუძლია დაიძრას პროცესები. ჩვენთან არ არის არანაირი მექანიზმი ოღონდ. უამრავი მექანიზმი არსებობს. ძირითადად როგორც წესი ეს მექანიზმები არის ფინანსური. იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ფინანსური წახალისება ყველაზე კარგი წახალისება არის. ეს ფინანსური მექანიზმები არის სხვადასხვანაირი. არსებობს როგორც აი ხა საშემოსავლოს და საგადასახადოს რაღაცა პროცენტით ჩამოქვითვა არსებობს სუბსიდირება სხვადასხვა ფორმატის მაგალითად ასეთი кейსი არსებობს სოფლიოში ერთი არის ჰოლანდიის მეორე არის ბირმინგემის სხვადასხვა ტიპის არის ჰოლანდიაში მოკეთ მეორე სოფლიო ომის მერე 60-იან წლებში ძალიან ცუდი ვითარება იყო მემკვიდრეობის თვალსაზრისით ან მთელი ისტორიული ქალაქის ნაწილი პრაქტიკულად ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო ვერ მოახერხეს ამოსვლა აქედან და მაშინდელმა ჰოლანდიის მერმა ამსტერდამის მერმა გადაწყვიტა გათვალა რომ სამანქანო მანქანები იმდენად ბევრი ადამიანი მანქანას იყიდიდა რომ ჰოლანდიის ამსტერდამის ვიწრო ქუჩები ვერ დააკმაყოფილებდა აი ამ ტრაფიკს ანუ საცობებს. ეგ მოხდებოდა საცობები. და ნუ ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს რომ ამსტერდამის ეს არხები რაღაცა ნაწილი გადაეხურათ და გაეკეთებინათ გზატკეცილები. ასეთი ქართული იდეა მოუშვათ. და დაამუშავეს ეს იდეა და დადეს, გამოდეს. ატყდა ერთი ამბავი. დაიწყო დიდი ურბანული პროტესტი, და ჩვენგან განსხვავებით ამ ურბანულ პროტესტში ჩაერთო დიდი ბიზნესი. დიდი ლუდსახარჩები, მანქანათმშენებლობის ქარხნები, ძალიან დიდი ბიზნესი ჩაერთო. შეკრეს ესე ვთქვათ ფონდი და იცოდნენ ეს გზები, სადაც უნდა გაეარათ და ეს გზები, ანუ არხების
გადახურვასთან ერთად ითვალისწინებდა მოსახლეებში, ანუ მოედნებზე შენობების აღებას. და დაიწყეს ამ შენობების გამოსყიდვა. იყიდეს ეს შენობები, სადაც უნდა ამ გზას გაევლო, ყველა შენობა იყიდეს. პროექტი ჩავარდა, ანუ ვეღარ გაგრძელდა. ეს ჩავარდა, მაგრამ ამ ხალხს დარჩათ ეს დაახლოებით 500-მდე შენობა ამსტერდამში. საკმაოდ სულ მდგომარეობაში და მოსახლეებში. და ბიზნესმენები იყვნენ. მოიფიქრეს, რაც უნდა გაეკეთებინათ. გააკეთეს რესტავრაცია ამ შენობების და მათი დიდი ნაწილი გააქირავეს და გაქირავებული თანხა, რევერსული ფონდები ქვია მას, გაქირავებული თანხა ისევ ჩადეს ამ ფონდში და ისევ იყიდეს ახალი შენობები. და რაღაცა პერიოდის მერე მივხვდნენ, რომ ძალიან ბევრი შენობები აქვთ და გაჩერდნენ ყიდვისა, აღარ ყიდულობდნენ, აი ამ შემოსული ფულიდან გასცემდნენ სუბსიდირებას. ანუ თქვენ შეგეძლოთ მისულიყავით და გეთქვათ, რომ აი მე მინდა რომ სახლის რეაბილიტაცია გავაკეთო და ესენი მოგცემთ, განახავდნენ რა მდგომარეობაში შედის სახლი, შეაფასებდნენ და მოგცემდნენ ფულს, რომ გაკეთებინა შენი სახლის რესტავრაცია. ანუ აქ რო ეს კაცი ჩამოსული იყო 2014 წელს. 2014 წელს თქვა, რომ ჰოლანდიაში არის 80,000 ძეგლი. ჩვენ რომ მორჩითო, ყველა გავარესტავრირეთო. და ეხლა ვფიქრობთო, რომ 1980 წლის მერეო შენობებიო გავაძეგლოთო, რომ ახალი საქმე გავიჩინოთო. იმიტომ რომ ყველაფერს მორჩენ. ოღონდ ესენი თავიდან ისე მოხდა, რომ როდესაც ეს ფონდი შეიქმნა, საკმაოდ დაპირისპირებაში შევიდა შესაბამისად ამ მუნიციპალიტეტთან. 90-იან წლებში მუნიციპალიტეტმა ამ ფონდს გადასცა ამსტერდამის კულტურული მემკვიდრეობის მართვა. და აი ამ ფონდის ბაზაზე ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნა მსგავსი ფონდები, რომლებიც აკეთებენ ამას, რომ ყიდულობენ, აქირავებენ, შემდეგ ამ შემოსული თანხით უკვე სხვას აკეთებენ. შეიძლება თავიდან იყოს სუბსიდირება, შემდეგ ამ სუბსიდირება ჩანაცვლა სესხით. გააჩნია ხო ქვეყანას როგორი მდგომარეობა აქვს. ეს ერთი მიმართულება ჩვენ არ აგვაქვს ეს. საერთოდ ფილის გამტარებით ფონდი, ამიტომ შეიქმნა, მაგრამ არც ერთი კაპიკი არ მოუზიდია არ საიდან ბიუჯეტზე და ჩამოკიდებული. ბირმინგემს თუ შევხედავთ, ბირმინგემში მთელი უბანი იყო ოქროს ქარხნები, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს დაზიანდა, მეორე დაზიანდა, ანუ თვითონ ბიზნესში ჩავარდა ოქროსი, მერე მეორე მსოფლიო ომის დროს დაზიანდა და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, სადაც 80-იან წლებში ვერაფრით ვერ მოახერხეს ამოეკაჩათ ეს ბირმინგემის ოქროს უბანი, ესე ქვია. გააკეთეს კვლევა, მოგეთაცხეს ერთმანეთს, მილიონი პროექტი გააკეთეს, ხან დაანგრიეს, სახლები ააშენეს, ხან ძველი გაარესტავრეს, ვერაფერი ვერ მოირგო უბანმა. მერე გააკეთეს კვლევა. რა უნდოდა ბირმინგემის აი ამ ოქროს უბნის მაცხოვრებლებს. და იქ ძალიან კონკრეტული რამე ამოვიდა. მათ თქვეს, რომ უბანი რომელიც იყო დეგრადირებული, აი ძალიან, ანუ ფიზიკურად არ ვიძახე, რომ ადამიანები არ დადიოდნენ, ანუ იყო ეს მიყურებული, მიგდებული უბანი. უნდათ რომ შენარჩუნებოდათ ფუნქცია, რომ ეს ყოფილიყო რაღაცა საწარმოო, სადაც ეს ოქროს იუველირული ნაწარმის წარმოება არ იქნებოდა მივიწყებული, მაგრამ არ უნდათ რომ აქ შემოსულიყო დიდი მანუფაქტურები, ანუ რაღაცა დიდი ქარხანა და ქარხარა თუ გადაქცეულიყო ეს არ უნდათ. უნდათ რომ პატარ-პატარა სახელოსნოები ყოფილიყვნენ და უნდათ რომ ეს ყოფილიყო სტუდენტური და სახელოვნებო მიმართულების ადამიანებისთვის ეს სტუდიები და გალერეები და სტუდენტური საცხოვრებელი. და ხელისუფლებამ პირველი ტრანში გააკეთა თანხა ჩადო ამაში, ოღონდ ჯერ გააკეთა პროექტი. ადამიანმა, ინვესტორმა იცოდა რა იქნებოდა 10 წლის განმავლობაში, რაში შედიოდა. ესე ძალიან ძნელია ბიზნესისთვის, სადღაც შედიხარ და არ იცი რა იქნება. ზუსტად იცოდეს, სადაც შედიოდნენ. პირველი ტრანშის მერე სამი ტრანში ითვალისწინებდა, რომ ხელისუფლებას უნდა სამჯერ დიდი ტრანში გაეკეთებინა ფინანსური, ერთის მერე აღარ დაჭირდა, ბიზნესმა მთლიანად თავის თავზე აიღო.
თვითონ გააკეთეს ერთადერთი სახელმწიფო, რაც გააკეთა, ინფრასტრუქტურა გააკეთა და გააკეთა დააწესა სუბსიდირება გაუკეთა გალერეების გასაქირავებელ ფართების ნახევარი აიღო სახელმწიფომ, ისევე როგორც სტუდენტური საცხოვრებლების. ანუ განახევრდა, ნახევარს სახელმწიფო იხდიდა, ნახევარს იხდიდა სტუდენტი. ანუ სტუდენტი თუ სადღაც გიგავდა $100, 100 ფუნტად, აქირავდა 50 ფუნტად. და აი ეს ფინანსური წახალისებით უკვე ეს ნაკადი გადმოვიდა აქეთ. ეხლა როგორც კი რაღაცა პერიოდი გავიდა, ამდენ ქუჩა გაივსო. აქ როგორც კი სიცოცხლე შემოვიდა, დღეს სუბსიდირება აღარ ჭირდება, იმიტომ რომ იმან თავისი ფუნქცია აიღო, უკვე შეაჩვია ადამიანები, რომ იქ არის სახელოვნებო სივრცე. დღეს ახლა ბირმინგემის ოქროს უბანში არის თითქმის სოფლიოს ყველა დიდი საიუველირო მანუფაქტურის შოურუმებს რო ეძახიან, ანუ პატარა საგალერეო ტიპის სივრცეები და ამასთან ერთად არის ძალიან ბევრი, ამას ეძახიან ტურისტულ ხაფანგებს, უამრავი არის სხვადასხვა ეპოქაში როგორ მზადდებოდა ოქროს ეს საიუველირო ნაწარმი და შეგიძლია მიხვიდე და რაღაცა საყურე გამოჩორკნო იქა, ოღონდ იმ დღეს არავინ არ გატანს, რა თქმა უნდა, ერთი დღე უნდა დაელოდო, რომ დაქტოვონ იქა და სასტუმროს ფული გადავახტაინო, ჭამის ფული გადავახტაინო და ეს საყურეც ვაყიდინონ მერე. მომიხვალ იქ რაღაცას მასის და მერე დიზაინს თვითონ არჩევს, ხო? შენ არჩევ იქ და გაგაკეთებინებენ კიდევაც. რაღაცას მერე გეუნებიან, წადი, მოდი ხვალ, წაიღე, შენ წახვალ, ჭამ, სვალ დაიძინებ, მოხვალ, ამასაც წაიღებ. თან, ანუ რაღაცა ინტერაქცია, რომ მარტო რომ ჩაირბინო კი არა, რომ ეგ შეხვიდე, რაღაცა შეძონოს გააკეთო, მერე გიხარია, მე ვარ მაშინ სუყვები ხოლმე ამას პრაღასთან ახლოს, რაღაცა მარილის საბადოში ნამყოფი. იქ ჩავედით, არ ვიცი, იქ რომ ამოვედით ერთი ჩემოდანი რაღაცა გაურკვეველი ნივთები მქონდა ნაყინი. საერთოდ არ მახსოვს რატო ვიყიდე, რაღაცა ლამპები, მარილის რაღაცა, აი წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ აი ეგ რომ შემიყვანეს, იქ ის რაღაც ლეგენდები მომიყვნენ, რაღაცა ხანაკედან რაღაცა შემომაპარეს, ხარეკიდან რაღაცა შემომაპარეს, შეკიდან გამოვედი. კარგად ივაჭრეს ჩემს, აი მოვხვდი ამ ტურისტულ ხაფანგში და ეს არის მთავარი ის კი არა. ძალიან ბევრს მეგონი არ ვიცი გამაჩერეთ თორე ვეღარ მოვჩები მაგალითად ვენეციაში აკრძალულია ვენეციის ცენტრში აკრძალულია არა იტალიური ხელნაკეთი პროდუქტის გაყიდვა თუ იტალიური ნაწარმი არ არის ვერ გაყიდით მე აი ძალიან ხშირად მიფიქრია იმაზე რომ შეიძლება ეს იყოს იმის ბრალიც რომ არის ხო ბევრი რაღაც პრობლემა, მაგრამ ჩვენთან არ არსებობს ეს თუნდაც მაგალითად შთამომავლობით იტალია რო ახსენეთ, ძალიან ხშირია, რომ იქ არიან მეწაღები, რომელიც ეს შთამომავლობით გადადის. თუნდაც მაგალითად კაფე, ან სასტუმრო, ან ნებისმიერ რაღაცა. მე ვფიქრობდი, რომ აი კრიზისების მართვის უნარი არ ყველა იწყებს იმიტომ, რომ მეზობელმა გახსნა სასტუმრო და მოდი მეც გავხსნა. ეს ცოდნა რაღაცნაირად შეიძლება კონკრეტულად კულტურულ მემკვიდრეობასთან არ იყოს კავშირი, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ბიზნესის პრობლემა იყოს, შეიძლება სახელმწიფოს ჩარევა რაღაცნაირად მოხერხდეს, მაგრამ მე მგონია, რომ ის თუნდაც ეხლა რაც ევროპაში რაც რა ვიცი, რამე მახსენდება, აი ვენაშიც რო რაღაცა მიდიხარ, არის რაღაც 1829 წელს გახსნილი კაფე, რომელიც რაღაც ლანდმანი და ესეთი კაფეები და თუნდაც ადგილები კიდევ უფრო მეტად გიზიდავს, იმიტომ რომ ხედავ რომ რაღაც 1800 წელს აქ დადიოდა რაღაცა შენი საყვარელი ფილოსოფოსი და ეს კიდევ უფრო მეტ მიზიდულობას ქმნის. რაც ჩვენთან ფაქტობრივად არ არსებობს. აი ძალიან ცოტა რაღაცა არის, რამაც აი 10 წელზე მეტი გაძლო, ან რაღაცა 20 წელზე მეტი გაძლო და ანუ თუ 35 წელი გაძლო და თუ კიდევ უფრო მეტი, ეს არის რაღაც ძალიან დიდი მიღწევა. აი ამ თემაზე რას ფიქრობ, რომ ეს შთამომავლობით გადაცემაზე ან კრიზისების მართვაზე რა აზრი გაქვთ ეგ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი. როგორც კულტურული მემკვიდრეობის მართვისას, მაგალითად განსაკუთრებით თბილისს შეეხო ეს. როდესაც 30-იან წლებში გაასახლეს ავთენტური მოსახლეობა
სახლებიდან და შემოიყვანეს აქ პროლეტარიატი, იქ კვადრატულობით ითვლებოდა, ეს არ იყო რომ ეს ბინამიდა და ეს ბინამიდა, იქ იყო კონკრეტულად 30-იან წლებში თბილისში იყო ეგრეთ წოდებული საცხოვრებელი ფართის შიმშილის ზღვარი 4 კვადრატული ადამიანზე. ანუ ესე გაძლევდნენ, ანუ 20 კვადრატულში 5 ადამიანს უნდა ეცხოვრა. სხვა შანსი არ იყო. ესე დაიყო ეს სახლები და ეს ადამიანები იქ რო შევიდნენ, უკვე პრობლემა ხაფანგში აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ არ ქონდათ არანაირი არც ძველი წერტილი იყო, არც ფართი იყო, რომ გაფართოებული იყვნენ, ანუ თავიდანვე ამ სახლების ზიზღი არის და თან არ არის შენი ბაბუის აშენებული. ამიტომ ძალიან მარტივადაც დღეს ეს ადამიანები ელოდებიან ღმერთს, ანუ ინვესტორი წოდებული ღმერთად არის ესა, რომ ინვესტორი მოდა დაანგრევს, იმიტომ რომ მათ კავშირი არ აქვთ. აი თქვათ საფრანგეთში, იტალიაში რომ დადიხარ, ის არის ბაბუამისის ბაბუის აშენებული სახლი, ის არის ის მისი მეხსიერებაა. და აქ ეს მეხსიერებითი წყვეტაა, ანუ ეს მას არ ეკუთვნის. ეს რო შემოვიდა უკვე პრობლემა იყო, ამიტომ ადვილადაც წირავს ამას. ეს ერთი მიმართულება და მეორე თქვენ რასაც იძახით, კი გვაქვს ეს წყვეტა ფუნქციური, ესე ვთქვათ. რომ აი ეს მაგალითად არ იყო ეხა ის რა ქვია 1000 წლის, მაგრამ იყო ლაღიძე. რომელიც იყო ეს ლაღიძე და მოაღწია ჩვენამდე ამ ლაღიძემ და გავყიდეთ ლაღიძე და ტროცერის მაღაზია გავაკეთეთ შიგნით. ანუ მთელი თბილისისთვის განსაკუთრებით 60-იანი 50-იანი წლების თბილისისთვის 70-იანი ყველა კინო ყველა ანუ ეს იყო აი ნამდვილად თბილისისთვის იდენტობის მარკერი იყო ეს ლაღიძე და რა გაუჭირდა სახელმწიფოს რო გამოესყიდა არაფერი მაგრამ აღარ არის უამრავი ესეთი ობიექტია რომელიც აი მაგალითად ერთს მოვყვები რუსთაველზე პარლამენტის წინ ჯოხთაბერიძის რაღაცა აკლდამარო დგას აკლდამარო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად წოდებული ვის უკან არის სასტუმრო ასევე ჯოხთაბერიძის სადაც იდგა ერთსართულიანი შენობა ერთსართულიანი აგურის შენობა თითქოს არაფრად ანუ ეხა ვიც არქიტექტურის მკვლევარი ვართ ვიცით მისი ღირებულება რა იყო მაგრამ ეხა ჩვეულებრივი მაცხოვრებელი შეიძლება არც არაფერი ერთსართულიანი შენობა იყო რომელიც დაანგრიეს 2008 წელს და ისე რომ დაანგრიეს რომ არც არავის არ გახსენებია და არც არავის არ უკითხია რა დაანგრიეს ეს იყო ადგილი რომელიც ეკუთვნოდა მანანა ორბელიას აქ იყო პირველი თბილისში ლიტერატურის სალონი სადაც კითხულობდა რავი ილიადად დაწყებული ვაჟათი დამთავრებული ყველაფერს აბსოლუტურად სადაც დადიოდა ვორონცოვი ამას ყოლა თავის ლეგენდები ამბობდნენ რომ ვორონცოვს უყვარდა ეს ლეგენდა რა თქმა უნდა ვორონცოვს უყვარდა მანანა ორბელიანი ну ხა ეს არ ვიცი თუ ყარდა თუ არა მაგრამ ასევე ამბობენ რომ არც ვორონცოვს მანანა ორბელიანმა ვორონცოვმა კითხა მანანა ორბელიანს რაც გინდა სურვილი მითხარით დაგისრულებო და მანანა ორბელიანმა მაშინ უთხრა რომ მებიდა რომ თბილისში იყოს ოპერაო და 1850-იან წლებში თბილისში პირველი ამიერკავკასიის საერთო კავკასიაში აშენდა თბილისის ოპერა რომელიც შემდეგ დაიწყო ეს იყო სახლი სადაც დაიგეგმა 1832 წლის შეთქმულება სადაც უნდა მieყვანათ რუსი გენერლები და მოეჟუჟათ და შემდეგ გასცეს სხვადასხვა ეპოქის ძალიან ბევრი ისტორია იყო მაგრამ იცით როგორ დავანგრიეთ რომ რა გითხრათ ერთი კურცხალი კი არ გადმოგდებია ვინმეს ანუ ეს იყო ისე საკუთარი ყოველთვის მიყვარს საკუთარი გამოცდილებიდან საუბარი აი გაურბით აი ისეთ ადგილებში ვარ აი თქვა ამერიკაში მოგიწევთ წასვლა ისეთ ტურისტულ ადგილებში მოხვდებით სადაც რომ შეხვალთ ძალიან ბევრს იტირებთ მოკლედ აი რა იყიდით ყველაფერს იტირებთ და გამოვხვალთ და მიხვდებით ერთი დღის მერე რომ აი მაგარი ზღაპრულ ლეგენდაში მოყებით არაფრიდან შექმნილი ისტორია კინოა მაგრამ ამ კინოს ყიდიან არაფრიდან ქმნიან მიწისძვრების მუზეუმში ვარ ამერიკაში ნამყოფი ხო მე ვარ ნამყოფი მიწისძვრების მუზეუმში საოცარი მუზეუმი სხვადასხვა ტიპის მუზეუმი აქვს აი რავი ასანტის ღერიდან შექმნილი ქარიშხლების მუზეუმი ასანტის ღერი ეს არის ასანტის ღერი რომელიც რაღაცა ჯეფერსონმა და ჯეფერსონს დაუვარდა და მე აი ამ ასანტის ღერზე აწყობენ მას რა ქვია თელ ლეგენდას შეხვალ შენ ამ იყიდი დარჩები ყოველთვის გაკეთებ ჩვენ გვაქვს და აი იმიტომ თავიდან რომ დავიწყე არც ვიცით რა გვაქვს აი ეს ჩვენი მეხსიერება რომელიც არ ჩანს შენობა მხოლოდ შენობა არ არის
შენობას თავისი ისტორია აქვს, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ვიდრე არქიტექტურა. ამიტომ წავედი დღეს ამ კუთხით მე რომ შენ როდესაც იმ შენობის ისტორია იცი იმ შენობას რაც არ უნდა ვიზუალი ქონდეს და მე არ იტყვი რომ მე იცით რა არის აი ძალიან ხშირად ლაპარაკობენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ეხლა რა არის ვერსალია თუ ის ლუვრი შენ ვერსალი ვერ გექნება შენ გაქვს მანანობელიანი სახლი შენ ლუვრი ვერ გექნება შენ გაქვს ამილახვრობის სასახლე იმიტომ რომ შენთვის ამილახვარია მნიშვნელოვანი და იმათთვის ის არის მნიშვნელოვანი ისინი იმას ინარჩუნებენ და შენ შესას ინარჩუნებ ანუ ჩვენ რომ საუბრობთ და დღეს რომ სულ ყველაფერს ერთ და იგივეზე საუბრობენ და ატრიალებენ რომ ევროპა არ გვინდა და რაღაცა იდენტობას მაშვებით რა ეთყობა ამ ქვეყანას რომ იდენტობას რამეს უშვებით საერთოდ რომელ იდენტობას ანუ რა არის ჩვენი იდენტობა ანუ ამდენი ხანია ვიცით რომ ტოლერანტობა არის ჩვენი იდენტობა და მულტიკულტურულობა და მულტირელიგიურობა არის ჩვენი კულტურა და სად გვაქვს ეს ანუ ყველაფრიდან ყველაფერი წავშალეთ რას ვიცავთ 5 წელია გელათი ვერ გადავხურეთ პოლიტიკური თამაშების გამო ისეთი რამე გავაკეთეთ რომ 3 ობიექტი ამოღებული იუნესკოს ძეგლისიდან და ჩვენ მოვახერხეთ რომ მესამე ჩვენ ყოფილიყავით რომ ბაგრატი გვექცია ვაკის ეკლესია რომ თლიანად წაგვეშალა ყველა მთელი ბაგრატი იყო თვალხილული ფიზიკური სახება რამხელა ბრძოლა გაიარა ამ ქვეყანამ რომ აქამდე მოსულიყო ეს იყო აი ნანგრევით ტკივილით ჭრილობით ყველაფრით და ეხა შეხედავთ და არის ჩვეულებრივი ეკლესია რა შვებით რას ვიცავთ აი სულ კითხვას ყოველთვის ვსაუბრობ სტუდენტებთან რა არის ქართველობა და მაგ კითხვაზე პასუხი არ არის რა არის ჩვენი თუ ჩვენ არ ვიცით რა გვინდა ეგ მე ყველაფერს ეტყობა არქიტექტურის გარდა ხელოვნებასაც კინოდან დავიწყოთ ნუ კინოს შენობებიდან დაწყებული ახლა ჩვენთან საუბარი აღარ მაქვს ახლანდ ბოლოს გაკეთებული კინოშიც კი აგერ ტატომ ნახა რომ რაღაცა სადარბაზი რიტუალების დარბაზი უნდა გაეკეთებინა თლიან დაყარეს ეს სკამები და ნუ თბილისში ხარ რუსთაველი და ყველაფერი გარემონტოს და აპოლოზე არა არ გჭირდება და მე ეს იდენტობა უკვე ეთყობა ყველა ხელოვნების მიმართულებით მიუხედავად იმისა რომ მე მგონია რომ დღეს ძალიან ბევრი საინტერესო ქართული ხელოვანი არსებობს სხვადასხვა სფეროში მე მგონია რომ აი ეს თვითონ აი ეს განცალკევება რომ ეს ქართულია ძალიან ცოტას ეთყობა იმიტომ რომ აი ამ ყველაფრის გამო იმ გარემოს გამო იცით რა აი მანდ ჩაგე ჭრებით ესე ვთქვათ როდესაც აი ნაციონალური თემა შემოაქვს საბჭოთა კავშირს იქ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ღებულობს რომ შემოაქვს ნაციონალური თემა მაგრამ შემოაქვს მხოლოდ შემთხვევითი კავშირები შინაარსდაცლილი ნაციონალობა შემოაქვს და ჩვენ ეს შინაარს არქიტექტურაში შინაარსდაცლილი არქიტექტურაში შინაარსდაცლილი ნაციონალური ელფერი შემოვიდა როგორ იცით ეკლესიების ჩუქურთმები, რელიეფები აიღეს და სახლებს მიაკრეს. იმ ჩუქურთმას, იმ რელიეფს, იმ კონკრეტულ ადგილზე, იმ საეკლესიო ადგილას თავისი როლი აქვს, თავისი მნიშვნელობა და თავისი ფსიქოლოგიური ზეწოლა აქვს. სახლზე სხვა რამეა. იქ სხვა რამეა, აქ სხვა რამეა. შენ რო ისა გადმოგაქ ვიზუალურად კი არის მსგავსება, მაგრამ შინაარსს კარგავს. და ჩვენ დღეს თანამედროვეობაში ეგ გვჭირს. ჩვენ ქართველობას, ანუ ნაციონალურს შეგვაქვს ყველა ხელოვნებაში ვიზუალური კავშირით. შინაარსობრივით, არა. ძველ თბილისში თბილისური სახლები აღქმული აქვთ, რომ უნდა იყოს აუცილებლად აივნიანი და აგურის. არა. თბილისს ჰქონდა თბილისის მახასიათებელი არის ღიაობა.
თბილისი იყო ღია ქალაქი, ჩაკეტილი ქალაქი არ იყო. ეს იყო სივრცე, სადაც ყველა ერთმანეთთან ცხოვრობდა. და ეს გამოიხატებოდა როგორც ბანში, ისე ეზოში და ისე აივანში. და შენ თუ აშენებ 9 სართულიან კორპუსს და გაუკეთებ აივანს, იმ თბილისურთან, ანუ შინაარსობრივიდან არ გამოდიხარ. და თავარი არსი დავკარგეთ. ეს ამ ეპოქამ საბჭოთა კავშირმა იმდენად მოწყვიტა, რომ რეალურად გაწყვიტა და ისევ დაუბრუნდები ჩვენ გზას, რომელიც ძალიან საინტერესო საუბარი ჰქონდა მე და მარიამს. ისევ კითხვას, როდესაც ვსვავ, გორი. ანუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ყველა კონტექსტში ქალაქი. და კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით რეგიონი, რომელიც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოში, ხო? და იმდენი გააკეთა საბჭოთა კავშირმა და იმდენი ვერ გააკეთა 35 წელია ჩვენმა ვერც ერთმა ხელისუფლებამ, რომ ამ ქალაქისთვის მესამე-მეოთხე დამიმატა მარიამმა და ციხე, სტალინის მუზეუმი, კატლეტი და ვაშლი ამის იქით ვერ გავცდით. აი ეს არის ტრაგედია. და ეს არ არის იმის ბრალი არის. იმას თავისი მიზანი ჰქონდა. როდესაც სტალინის მუზეუმს აკეთებდნენ, იმიტომ არის ამდენი პროექტი სტალინის მუზეუმის პროექტები ტრიალებდა ციხესთან, რომ მათ უნდოდათ, რომ ციხეზე უფრო დომინანტი ყოფილიყო სტალინის მუზეუმი. ეს 30-იან წლებში განსაკუთრებით აი ბერიას დროს იყო. შემდეგ, როდესაც ეს ნაციონალური თემა შემოდის, იმას ეშვებიან, მეტეხშიც ესე მოხდა და მიჯნავენ და ტოვებენ. ვიზუალურად მაინც ტოვებენ. მაგრამ ამათი იდეა იყო, რომ გორი ყოფილიყო სტალინის მუზეუმი და გასაგებია. მესმის, ანუ მომწონს არ მომწონსზე არა, მესმის. საბჭოთა არქიტექტურის იდეა მესმის. და სახელმწიფო რა იდეოლოგიას ატარებდა, ეგეც მესმის. დღევანდელი 35 წელიწადი არ მესმის. ანუ თუ არ გინდა სტალინი, რა გინდა მაშინ? ვაშლი და კატლეტი? ანუ ვაშლი და კატლეტის იქით არ არის ამ ქალაქში არაფერი? ეს ხო სასაციულოა. მაგრამ ჩვენ ხო არაფერს არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რაღაცა ასევე საბჭოთა იარლიკი მოკრული ვაშლის და კატლეტის მოიხსნას. და იმ იდენტობით შემოვიდეს და იმ სიმაღლეზე შემოვიდეს გორი, რასაც ატარებს. და ის რომ აქ სახელმწიფო თბილისშიც, ბათუმშიც, ქუთაისშიც და გორშიც აქ მაცხოვრებელ ადამიანებს არ იფიქროთ, რომ თბილისში არა. ადამიანებად არ გვთვის. ის რომ ჩვენ საჭმლის გარდა, ჭამის გარდა გვინდა კიდე გართობაც და ცხოვრებაც და მარტო სამსახურსა და სახლშორის არ არის ცხოვრება, ის რომ ყველა არც ერთ რეგიონში კინო არ დატოვა. ყველა კინო გაანადგურა. აპოლოში კარფურის გაკეთება უნდათ. აი რამხელაზე უნდა მივიდეს ადამიანი, რომ სოფლიოში არსებობს აპოლოების, ანუ არტ-ნუვოში, არტ-ნუვო სტილია მე-20 საუკუნის დასაწყისის ამ სტილში აშენებული კინოთეატრი. ეს არის ორი ინოვაცია შერწყმული, არქიტექტურული და ტექნოლოგიური. სია სოფლიოში შემორჩენილი არტ-ნუვოს შენობებში კინოთეატრები. და ჩვენ ვართ მეორე სიძველით. პირველი თუ არ მახსოვს, თუ ყარათა მახსოვს, არის ან უნგრეთში, ან ბულგარეთში და როგორ არის ჩვენ ვართ თებერვალში გახსნილი და ეს არის დეკემბერში. ანუ რაღაცა ცოტათი გვისწრებს, ანუ ორი თვით უფრო ადრე გაიხსნა. და აი ამ კინოთეატრში და ეს ადამიანები, ეს სახელმწიფო ტურიზმზე დგას. ამ სახელმწიფოს უნდა ტურისტულად რომ განვითარდეს. მაშინ, როდესაც გააქვს აპოლო სოფლიოში მეორე სიძველით კინოთეატრი მოდერნის სტილის შენობებში და შენ ამ შენობაში გინდა რომ გაკეთო კარფური. ან გააქვს პირველი კინოთეატრი პრაქტიკულად რუსთაველი და ხო, ეს ოფისი კაი ვარიანტია. მენდეთ, ისინი 5 წლით მაინც არიან შესული. საერთოდ სასტუმრო უნდათ გაეკეთებინა, რაც იგულისხმობთ ლიანჩენობის აი გაუბედურებას. არაფერი აღარსად აღარ არის.
ყველაფერი აღგავეთ ვიცისაგან პირისა. გვექნება მარტო საცხოვრებელი სახლები, მოგეთ, საცხოვრებელი სახლები და შოპინგ მოლები. დიდი მადლობა თამარს იმისთვის რომ ჩამოვიდა და ჩაგვაფიქრა ბევრ რამეზე. და ხო დასაწყისში ითქვა რომ არ ვიცით და სწავლა ხო ალბათ სკოლის ასაკიდან უნდა დაგვეწყო. სწავლა ყოველთვის შეიძლება. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ აი განსაკუთრებით მე ახალ თაობას ხო და ჩვენ რაღაცა დავკარგეთ და იქნებ მათი პო. აი ეს შეიძლება გახდეს ოპტიმიზმის საფუძველი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თამარა მაშუკელს. ვასრულებთ დღევანდელ დისკუსიას და რა თქმა უნდა ეს ციკლი გორის სხვა ისტორია კვლავ გაგრძელდება.